ივანიშვილის დასამცირება ქართულ ეკონომიკას საშეგრძნებოდას. მე პირიქით გონია, რომ ზოგადად ივანიშვილის არსებობა და საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე კავშირში ყოფნა ეს ყოველდღიურად ამას უფრო დიდი ზიანი მაქვს, ვიდრე მის დასამცირებას და არათუ დღეს, არამედ მომავალში, თქვათ 10 წელს ან ნამდვილ 10 წლის შემდეგ პოტენციური ზიანი უკვე შეიძლება ჩვენ გავთვალოთ და ნახოთ თუ რას მაქვს ამ ძალის ყოველდღიურად ხელისუფლებაში ყოფნა. რაც შეეხება ზოგადად ამ მოდელს, იცით რა ეს მოდელი არ არის რაღაც ივანიშვილის ზოგადად ქართველების ნოუ-ჰაუ, ანუ ეს ჩვენ ხედავთ ამ მოდელს რუსეთში, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში, ანუ ეს ჩვეულებრივი მოდელია, რომელიც კრემლის მოდელია, შეიძლება ასე ვთქვათ, ამაზე ბევრი დაწერილია კიდეც, ბევრი რაღაც სამეცნიერო დონეც კი არის განხილული, როგორ იმართება ზოგადად აი ასეთ რუსული ტიპის მმართველობებში ზოგადად ბიზნესი, ეკონომიკა, სადაც რაღაც არსებობს ერთი ვერტიკალი და ამ ვერტიკალს ეკონომიკება ზოგადად ნებისმიერი ბიზნესი, რაღაც არსებობს კონკურენცია, არსებობს რაღაც კლასიკური გაგებით საბაზრო ეკონომიკაც კი მათ შორის და რაღაც ჩვენ ასევე გვესმოდა ბოლო დღეებში რომ მაგალითად რაღაც კონკრეტული ბიზნესმენები რაღაც ითხოვდნენ რაღაც ამ სანქციების თავიდან არიდებს კონკრეტული პირებისთვის ასევე და შესაბამისად ანუ მე არ მიგვიშვს ეს იმიტომ რომ და ზოგადად აი ამ ადამიანებს ეს მიდგომა, იმიტომ რომ რეალურად როცა ასეთი მოდელით იმართება ზოგადად ბიზნესი და ეკონომიკა და ვერტიკალი, ეს ფინანსური ვერტიკალი, სწორედ რაღაც ეს საპირისპიროა რეალურად, რასაც მოიცავს ევროკავშირი და ევროპა. შესაბამისად, ანუ ნაკლებად რაღაც ძალიან დამაჯერებელია ის, რომ ამ ადამიანებს რაღაც მოწონთ ეს რეალობა და მოწონთ ამ რეალობის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ასეთ სისტემაში ბერკეტი აქვთ. გაცილებით ბევრი ბერკეტი ახლა რეალურად ჩვენ ინდომებს რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას. მე მგონია რომ რაღაც იმ მოდელში რა მოდელის ბიზნესმენების ყავს ჩვენ უმრავლესობა ხა ბერს საკონო ყველაზე ეს არის თქმის, მაგრამ მათ პირიქით აწყობთ ესეთი მოდელი, იმიტომ რომ რეალურად ეს მოდელი რაღაც უფრო ახლოს არის შეიძლება თქვა მათ გამოცდილებასთან, მათ მენტალურ ბიზნეს საქმიანობასთან და მათ უნარებთანაც მათ შორის კი ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ვიდრე რაღაც ნამდვილი დასავლური საბაზრო ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენციაზე და ზოგადად ეგეთი დიდი მითია ბიზნესმენები როგორც წესი, მათ შორის პოლიტიკაში არ არიან ხოლმე მაინც თავისუფალი ბაზრის პრინციპების მომხრეები დიდად. მათ არ უყვართ კონკურენცია, მათ უყვართ როცა თვითონ სარგებლობენ ამით, ხო? ნუ მაინც და მაინც სულიც კი არა, ანუ ამიტომ თავის გადმოსახედიდან ასე უყურებენ პროტექციონისტური ბაზრები, სადაც ოღონდ მათი ქონება არის, ხო? პრიორიტეტი. ეს ცუდია, კი, მაგრამ გასაკვირი საერთოდ არ არის ეგ ამბავი. მე საერთოდ არ მიგვიშვს, რომ მათ დიდი ის არა აქვთ რაღაც ამ საქართველოს რაღაც კურსის სრულების საწინააღმდეგოდ.